გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ მათემატიკის ერთ-ერთ საწყის და საბაზისო თემაზე, ეს არის ნატურალური რიცხვები. მოდი ვთქვათ, ჯერ თავდაპირველად აღვნიშნოთ რა არის ნატურალური რიცხვები. როგორც სიტყვა მიგვანიშნებს, ნატურალური ნიშნავს ბუნებრივს და ასეთაც იგი აღინიშნება ზუსტად, ანუ n-100. ნატურალური რიცხვები. ანუ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მათემატიკოსმა მეცნიერმა თქვა, რომ ღმერთმა შექმნა ნატურალური რიცხვები და დანარჩენი ყველაფერი ადამიანმა გამოიგონა. მოდი ახლა თუ დავიწყებთ ნატურალურ რიცხვებს, აღვნიშნოთ თავიდან, რომ ეს არის ის რიცხვები, რომელსაც თვლის დროს ვიყენებთ. ანუ ოდითგანვე ადამიანები იყენებდნენ დათვლას. და ეს დათვლა ხდებოდა ყველა ენაში სხვადასხვანაირად იყო, მაგრამ ჩვენ ქართულად აღვნიშნოთ და ეს არის რა? ესე იგი 1 ვიწყებთ დათვლას, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. აი ეს არის ნატურალური რიცხვები და მოდი აღვნიშნოთ აი ასეთი ჩანაწერით. ანუ ნატურალურ რიცხვთა ერთობლიობა. მიაქციეთ ალბათ ყურადღება, რომ დავიწყე ჩამოთვლა ერთიანით. და სწორედ ასეთაც ხდება, რომ დათვლას ჩვენ ვიწყებთ 1-ით და მასზე ნაკლები რიცხვი 0 ნატურალური რიცხვი არ არის. შემდეგ, ანუ ამ ნატურალური რიცხვების გარდა სხვადასხვა რიცხვები გამოიყენება მათემატიკაში და ვიცით ალბათ, გაგვიგია ეს უარყოფითი რიცხვები, მთელი რიცხვები და მოდი აღვნიშნოთ ახლა რა არის ეს მთელი რიცხვები. ანუ თუ ჩვენ ნატურალურ რიცხვებს კიდევ მივამატებთ 0-ს, მაშინ რაღაც ხო არსებობს ეს 0 და არსებობს ასევე -1, -2, -3, -4 და ამ ჩამოთვლილ უარყოფით რიცხვებს თუ გავეერთიანებთ ამ ჩვენს ნატურალურ რიცხვებთან 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ, მივიღებთ მთელ რიცხვებს და ეს მთელი რიცხვები აღინიშნება z-ასოთი. მოდი ახლა ესეც ჩავწეროთ როგორც საჭიროა. ესე იგი, რა არის მთელი რიცხვები? მთელი რიცხვები არის, აი ნახეთ, ნატურალური რიცხვები, 1, 2, 3 და ასე შემდეგ უსასრულოდ, 0 და მათი ნატურალური რიცხვების მოპირდაპირე რიცხვები, -1, -2, -3 და ასე შემდეგ უსასრულოდ. შემდეგ, ახლა მოდი რა ხდება ამ რიცხვებში, რომელი მოქმედებები შეგვიძლია განვიხილოთ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს 4 ძირითადი მოქმედება, ეს არის მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. შემდეგ, ამ ნატურალურ რიცხვებში, თუ ჩვენ ავიღებთ ორ ნატურალურ რიცხვს და შევკრებთ, მივიღებთ ისევ ნატურალურ რიცხვს. მაგრამ გამოკლება ყოველთვის არ ხერხდება და სწორედ ამიტომაც გახდა უარყოფითი რიცხვების შემოტანის აუცილებლობა. ესე იგი, მაგალითად, თუ 5-ს გამოვაკლებთ 2-ს, კი ბატონო არის 3 და ისევ ნატურალური რიცხვია, მაგრამ 3-ს თუ გამოვაკლებთ 5-ს, არ არის ნატურალური რიცხვი და საჭირო გახდა უკვე უარყოფითი რიცხვების აღნიშვნა. ნებისმიერად, მოდი ახლა აღვნიშნოთ ნებისმიერად ნატურალური რიცხვები a, b და c. და ამ რიცხვებისათვის უფრო მეტიც, უფრო მთელი რიცხვებისათვის შემოვიტანოთ რაიმე მთელი რიცხვი, 3 ცალი, a, b, c, რომელიც ზოგადად აღვნიშნეთ. ახლა შეიძლება იყოს ნებისმიერი მთელი რიცხვი, ვიგულისხმოთ ამ ასოების ჩანაწერის მიღმა. და რა ხდება ამ დროს? ესე იგი, ამ მთელ რიცხვებში ჩვენ გვაქვს შემდეგი მოქმედებები. პირველი ამ შემდეგი ძირითადი წესები, ესე იგი a-ს პლუს b იგივეა რაც b-ს პლუს a. ამას გვია შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არისვება, ანუ ყველას გვაქვს ალბათ ნასწავლი ეს ფრაზა და სწორედ ეს არის გადანაცვლებადობის წესი. გადანაცვლებადობის თვისება და მაგას ლათინურად გვია კომუტაციურობა. ეს გადანაცვლებადობას ალბათ ადვილად დავიმახსოვრებთ, ხოლო ამ სიტყვას ჩავწერ, ანუ კომუტაციურობა. ესე იგი, პირველი a-ს პლუს b უდრის b-ს პლუს a. მეორე წესი. ავიღოთ a-ს პლუს b-ს ჯამი, დავუმატოთ შემდეგ მესამე რიცხვი c
და ამ დროს გვაქვს უკვე შეგვიძლია A-ს დავუმატოთ B-სა და C-ს ჯამი. რა არის ეს თვისება? ამ თვისებას ქვია ჯგუფთებადობის თვისება, ქართულად. ანუ თუ სამი რიცხვი შეკრება გვინდა, შეგვიძლია ეს ორი ჯერ შევკრიბოთ და მერე მესამე ცალკე დავუმატოთ, ან პირველის დავუმატოთ მეორე და მესამე რიცხვების ჯამი. ანუ ჩვენის მიხედვით შეგვიძლია ისინი დავაჯგუფოთ. ამიტომაც ქვია ჯგუფთებადობის თვისება. და ლათინურ ტერმინოლოგიაში მაგას ქვია ასოციატიურობა. ასოციატიურობის თვისება. მესამე ასევე მნიშვნელოვანი თვისება მთელ რიცხვებში არის ასეთი, თუ A-ს პლუს B-ს გავამრავლებთ C-ზე, ეს იგივეა რაც A გავამრავლოთ C-ზე პლუს B გავამრავლოთ C-ზე. ანუ ამას ქვია განრიგებადობის თვისება. ესე იგი, ორი რიცხვის ჯამი თუ უნდა გავამრავლოთ მესამე რიცხვი, შეგვიძლია პირველი რიცხვი გავამრავლოთ მესამე რიცხვზე ცალკე, მეორე რიცხვი გავამრავლოთ მესამე რიცხვზე ცალკე და მერე შევკრიბოთ. ამას ქვია განრიგებადობის თვისება და ლათინურ ტერმინოლოგიაში მაგას ეწოდება დისტრიბუციულობა. მაშას ესე გვაქვს სამი ძირითადი წესი, ესე კომუტაციურობა, ასოციატიურობა და დისტრიბუციულობის თვისება. აი ახლა ჩვენ ამას ვიყენებთ კიდეც ამ თვისებებს უცხო რომ არ იყოს. მოდი ამის კონკრეტული თვალსაჩინო ილუსტრაცია გავაკეთოთ. აი მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ორი რიცხვი. ნუ მაგალითად 3 და 5. ნუ 3-ს მივუმატოთ 5 არის 8 ვიცით და ასევე 5-ს მივუმატოთ 3 ასევე არის 8. კი ბატონო, ანუ კომუტაციურობის თვისება შესრულებულია. მეორე, თუ ჩვენ გვინდა მაგალითად 2-ს პლუს 8 დავუმატოთ ასევე 7, ამით მივიღებთ რას? ნუ 10 პლუს 7 ეს არის 17, მაგრამ მოდი ახლა სხვანაირად შევკრიბოთ, ესე იგი 2-ს მივუმატოთ 8-სა და 7-ის ჯამი. ანუ 8-სა და 7-ის ჯამი არის 15, 2-ს მივუმატოთ 15 არის ზუსტად 17. ესე იგი, ასოციატიურობის თვისება შესრულებულია. თვალსაჩინოდ ხედავთ, რომ რამდენიმე რიცხვი შეკრების დროს შეგვიძლია ისინი ნებისმიერად დავაჯგუფოთ. და მესამე თვისების ილუსტრაცია რა არის? აი მაგალითად ვთქვათ 18-ისა და 2-ის ჯამი, ნუ გავამრავლოთ 5-ზე. ეს შეგვიძლია როგორ გავაკეთოთ? ახლა 18 პლუს 2 არის 20, 20 გავამრავლოთ 5-ზე. ეს არის იგივე 100, ხო? მაგრამ თუ 18-ს გავამრავლებ ჯერ 5-ზე და მერე მივუმატოთ 2-ს გავამრავლებ 5-ზე, აი ისევე როგორც მესამე წესში დავწერეთ. ნახოთ რა გამოვანახეთ, 18 პლუს 5 ცალკე თურიან გარიჟეთ, ეს არის 90, 2 პლუს 5 ეს არის 10, ანუ 90 პლუს 10 მივიღებთ 100. ნუ მაშასადამე შეგვიძლია ეს სამი წესი დავიმახსოვროთ. ასევე დისტრიბუციულობის წესიდან გამომდინარეობს შემდეგი წესის გამოკლების დროსაც შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. ნუ მაგალითად გამოკლების დროს რა ხდება? ანუ 13-ს გამოვაკლოთ 5, გავამრავლოთ ვთქვათ 2-ზე. რა ხდება ამ დროს? ნუ შეგვიძლია თუ არა 13 გამოვამრავლოთ 2-ზე, გამოვაკლოთ 5 გამოვამრავლოთ 2-ზე. მოდი ახლა ვიანგარიშოთ 13 - 5 არის 8, 8 ჯერ 2 არის 16, ესე იგი ამის პასუხი არის 16. 13 ჯერ 2 არის 26, 5 ჯერ 2 არის 10 და 26 გამოვაკლოთ 10, ასევე არის 16. მაშასადამე გამოკლების გამოყენება შეგვიძლია დისტრიბუციულობის შემთხვევაში. კარგი, ნუ ამჯერად ახლა შევჩერდეთ და მომდევნო საკითხებზე მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებთ. აბა დროებით.